რაც შეეხება ავტორის მიერ გამოყენებულ თხრობის ტექნიკას, საკმაოდ საინტერესო თხრობას გვთავაზობს ხუან რულფო. მონაცვლეობს თხრობაში პირველი და მესამე პირი გვყავს როგორც ყოვლისმცოდნე ავტორი, ასევე პირველი პირის თხრობა. ასევე დამახასიათებელია ჰეტეროდიეგეტური და ჰომოდიეგეტური თხრობა. ასევე დამახასიათებელია შინაგანი მონოლოგი, რომელიც ახასიათებს ხუან პრესიადოს, დოლორის პრესიადოს, პედრო პარამოს, რომლებიც თვითონ თავის ამბავს ამ ტიპის თხრობით გადმოგვცემენ, ასევე ცნობიერების ნაკადი, რაც დამახასიათებელია სუსანა სან-ხუანისთვის. ეს არის მისი რადგან სუსანა სან-ხუანი ჭკუიდან ცდება, ეს არის მისი ცნობიერებასთან დაშორება, მოგონებების ფრაგმენტები, გრძნობითი აქვებია გადმოცემული. და არის ფრაგმენტული დაწერებული თხრობა, სანამ არ დასრულდება ნაწარმოები, ვერ ვიღებთ მთლიან სურათს. დრო არის საკმაოდ საინტერესო გადმოცემული, ანალეფსისი და პროლეფსისი, ანუ წარსული და მომავალი მუდმივად ინაცვლება ერთმანეთს, გაუთვალისწინებელი ცვლილებებია, უსაბანად უკან გადახტომა და წინ გაიჭრეტა. ასევე ნაწარმოები იწყება ბოლოდან, როდესაც უკვე ყველა პერსონაჟი მკვდარია, პედრო პარამო უნდა მოკვდეს იმისთვის, რომ დაიწყოს ნაწარმოები, ხო? ანუ დასასრული გულისხმობს დასაწყისი და დასაწყისი არის იგივე დასასრული. ეს მიანიშნებს დროის წრიულობაზე, აი მითიურ დროზე, რომელზეც თავდაპირველად ვისაუბრე. ეს არის წინა ესპანური კოსმოლოგიების მითიური დრო, თითქოს უსასრულოდ მბრუნავი წრი არის, საიდანაც გამოსვლა არის შეუძლებელი. ეს დასაწყისის და დასასრულის იგივეობა და მუდმივად აი ეს მუდმივი წრე გულისხმობს იმას, რომ აქედან გამოსვლა შეუძლებელია. ასევე მოცემულია აქტუალური წარსული, ანუ მაგალითად შეგვიძლია მოყვეთ ამბავის სახლზე, რომელიც ახლა დანგრეულია, მაგრამ აქ სწორედ სახლი, როდესაც იყო დიდი ლამაზი და იქ ცხოვრობდა ხალხი. ანუ წარსული გადმოვიტანოთ აწმყოში და ამით ამ გზით წარსულს შევძინოთ აქტუალობა. ამ შემთხვევაში ამ მოვლენებს აქვთ წარსულის გარემო, მაგრამ უკვე მნიშვნელობას კარგავს ეს მოვლენები, როდის მოხდა, ზოგი შეიძლება ადრე მოხდა, ზოგი გვიან, მაგრამ ყველაფერი არის აწმყოს დონეზე გადმოტანილი და აწმყოში იძენს ეს მოვლენები აქტუალობას. რაც შეეხება სივრცეს, სივრცე იცვლება, ეს არის ზუალური კომალას ახასიათებს ორგვარი ბუნება, ის არის სამოთხე და ასევე ის არის ჯიჯოხეთი. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ კომალა იყო სამოთხე და ახლა უკვე გახდა ჯიჯოხეთი. იმიტომ რომ კომალას სამოთხე და აქ გვეხმარება დოლორის პრესიადოს მოგონებები, როდესაც იგი ხუან პრესიადოს უყვება კომალას შესახებ, იგი აღწერს სამოთხეს რეალურად, მაგრამ როდესაც ხუანი ჩადის აქ, იგი მის თვალწინ იშლება ჯიჯოხეთი და ეს უკვე ხდება ჯიჯოხეთი. აი აქ საინტერესო ის არის, რომ რამ განაპირობა ეს კომალას სამოთხიდან ჯიჯოხეთად ქცევა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ნაწარმოებში. ის კი და აი ამ ყოველივეს მიზეზი არის თავად პედრო პარამო, იმიტომ რომ როდესაც დოლორესი პრესიადო ყვება კომალას სამოთხედ აღწერს კომალას და მასზე აღწერს იმ წარსულს, როდესაც ის ცოცხალი იყო და როგორც ის ხედავდა კომალას, იმ პერიოდში პედრო პარამო ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და მისი ეს მმართველობა საწყის ეტაპზე იყო. და შემდგომში, როდესაც მან უკვე დიდი ძალაუფლება მოიპოვა, დაიწყო ხალხის ჩაგვრა, დაიწყო მიწების კონტროლი და ასე შემდეგ, აი ამ პერიოდიდან პედრო პარამოს ძალაუფლების გაფართოებასთან ერთად ნელ-ნელა კომალა სამოთხიდან იქცევა ჯიჯოხეთად და საბოლოოდ, როდესაც იგი უკვე უმოქმედოდ ხდება და უნდა რომ შური იძიოს კომალაზე, აი აქედან უკვე იქცევა კომალა ჯიჯოხეთად. და გარდა იმისა, რომ თვითონ ჯიჯოხეთად აქცევს აი ამ ადგილს, სადაც ის ცხოვრობდა და სადაც სხვა ხალხს ჩაგრავდა, გარდა იმისა თვითონაც იქცევა ქვების გროვად და თვითონაც ერევა ამ ჯიჯოხეთურ სამყაროს. მოვლენებს რაც შეეხება ნაწარმოებში აღინიშნება უილიამ ფოლკნერის გავლენა, თავად ხუან რულფო აღნიშნავდა, რომ ფოლკნერი არ ჰქონდა წაკითხული, მაგრამ ფაქტია, რომ გავლენები შეინიშნება. პირველი ეს არის გამოგონილი ქალაქი კომალა, რაც ვაგონებს იაგნება ტოპას ოლქს. ფოლკნერის შემოქმედებიდან ასევე სწრაფად მომხდარი მოვლენები და ამ მოვლენების ნელა აღქმა. ანუ ნაწარმოებში რაღაც ამბავ თუნდაც მკვლელებთან გაუპატიურება სწრაფად ხდება, გაუბრალოებული ეს დანაშაულებრივი ქმედებები, მაგრამ აი ეს მოვლენა შემდეგ უკვე სხვა პერსონაჟების ცნობიერებაში ნელა აღიქმება და ამაზე მიდის უკვე რეფლექსია, გაცნობიერება ამ ამბების, ამ დანაშაულების და ხდება ამაზე, აი უკვე ხდება ნელი აღქმა აი ამ დანაშაულებისა. და
გარდა ამისა გამოყენებულია ცნობიერების ნაკადი, ხვანის პერსონაჟის შემთხვევაში, რაც ასევე შეგვიძლია მივიჩნიოთ ფოლკნერის გავლენად და ის რომ აღწერილია სოფლის ცხოვრება, მექსიკის ერთ-ერთი სოფლის ცხოვრება. ასევე ამბობენ, რომ შეიძლება ამ ნაწარმოებში დავინახოთ ტომას ელიოტის გავლენაც, იმიტომ რომ ეს ქვები გახლიოკებული ატმოსფერო, ეს უნაყოფო მიწა გვახსენებს ელიოტის უნაყოფო მიწას და სხვათა შორის მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ უნაყოფო მიწა ტომას ელიოტის 1924 წელს რომელიც გამოქვეყნდა მექსიკაში დაიბეჭდა ელ პარამოს სახელით, ანუ უდაბნოს სახელით და შეიძლება აი ამან განაპირობა ის, რომ მე ხუან რულფომ შეცვალა თავის ნაწარმოების სათაური და უწოდა მას პედრო პარამო. პრინციპში აქ ტომას ელიოტი თავის ნაწარმოებში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სიკვდილით მოცულ მიწაზე საუბრებს, განადგურებულ მიწაზე, სადაც სიცოცხლე აღარ არის და პრინციპში იგივე თემატიკა არის ერთ-ერთი ხაზი არის პედრო პარამოშიც აღწერილი. ახლა რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ნაწარმოების გააზრების დროს, როგორც თქვი, სირთულით ხასიათდება ეს ნაწარმოები და აი რას ნიშნავს, რაში დასჭირდა ხუან რულფოს აი მოხეტიალე სრულების აღწერა და რაში დასჭირდა აი ამ ამბის მოგონება, რისი თქმა უნდა ავტორს ჩვენთვის. პირველი და მთავარი თემა ამ ნაწარმოებში არის წარმომავლობის ძიება. ეს არის ძიების მითოლოგემა, რაც მრავალ ნაწარმოებში გვხვდება. ეს არის მეტაფორა მექსიკელი და ნებისმიერი ლათინოამერიკელი ხალხისა, რომელიც გამოხატავს საწყისის, ანუ თავისი საკუთარი ფესვების ძიებას. ანუ ხუანის ძიება, ხუანის მიერ მამის ძიება, ანუ პედრო პარამოს ძიება გამოხატავს მექსიკელი ხალხის მიერ საკუთარი ფესვების ძიებას. ხუან პრესიადო არის მიტოვებული არსება, რომელიც სურს რომ თავისი იდენტობის წყარო იპოვოს. შეხვდეს მას, მაგრამ მიუხედავად მისი ამ სურვილისა, იგი საბოლოო ჯამში პოულობს მარცხს, სიკვდილს, ანუ ილუზიები ქრება და იგი უკვე გრძნობს გაყენებულობას, გარიყულობას, ისტორიიდან მოგლეჯილობას, ასე ვთქვათ, იდენტობის არქონას, იგი ვერ არ ხერხებს, რომ იგი იპოვოს საკუთარი იდენტობა, საკუთარი ფესვები და საკუთარი წარსული. გარდა იმისა, რომ ხუანი ვერ აღწევს მიზანს და მამას ვერ პოულობს, ეს იდენტობის ეს კი ვერ პოვნა და დაშორება საკუთარ საწყისთან, უფრო მძაფრად არის გამოხატული, როდესაც აბუნდიო მარტინესი საკუთარ მამას კლავს. გარდა ანუ ხუანი მხოლოდ ვერ პოულობს მამას, მაგრამ აბუნდიო მარტინესი კლავს კიდევაც მას. კარლოს ფუენტესი მიიჩნევდა, რომ ხუან პრესიადოს მიერ მამის ძიების ხაზი შეგვიძლია ორ მითოსთან დავაკავშიროთ, ეს არის ტელემაქე და ორფეოსი. ტელემაქეს შემთხვევაში საერთოდ შეგვიძლია ეს ნაწარმოები განვიხილოთ როგორც ოდისეას ინვერსია, ანუ შემოbrunებული ოდისეა, იმიტომ რომ ტელემაქეს თუ შევადარებთ ხუან პრესიადოს, ტელემაქე არის გმირი, რომელიც ღმერთების განწყობილებით 10 რამ წარგზავნა მამის დასაბრუნებლად და ხუან პრესიადო კი მხოლოდ ჩურჩულების იმედად მიდის, ანუ ტელემაქეს ეხმარება ათენა და მას დიდი ისე ეფექტურია მამის ძიება, ხუან პრესიადო კი მხოლოდ ჩურჩულების გარდაცვლილების ჩურჩულებით იმედად არის და მისი ეს ძიება არც თუ ისე ეფექტური შეიძლება იყოს და არც თუ ისე შედეგიანი შეიძლება იყოს. ოდისევსი და პედრო პარამო, რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო პერსონაჟები არიან. პედრო პარამო არის ტირანი და ოდისევსი აღარ ვისაუბრებებს. დოლორეს პრესიადო და პენელოპეც ასევე შეგვიძლია შევადაროთ. დოლორეს პრესიადო არის შეურაცხყოფილი მიტოვებული ქალი, საპირისპიროდ პენელოპესა, რომლის გამოც რომლისთვისაც ბრუნდება ოდისევსი ითაკაში და მის და ებრძვის ამ სასიწოებს. ტელემაქე ამ ხუან პრესიადოსგან განსხვავებით, როგორც თქვით, ღმერთების მხარდაჭერით იგი მიდის ოდისევსის საძებნელად და საბოლოო ჯამში, როდესაც ბრუნდება ითაკაში ოდისევსი, იგი ხვდება მამას და საბოლოოდ ხდება სამშობლოში დაბრუნება და ეს ტელემაქესა და ოდისევსის შეხვედრა, ტელემაქეს მიერ ოდისევსის ძიება საბოლოოდ მიზანს აღწევს და ეს მაძიებლობის მითი, ესე ვთქვათ, მაძიებლობის თემა შედეგს იღებს, განსხვავებით ამისგან ხუან პრესიადო ვერ აღწევს ამას,
ეს არის საპირისპირო კუთხით წარმოჩენილი, აქ უკვე ირღვევა ეს მაძიებლობის მითის სქემა და ხდება ინვერსია, ანუ შემოტრიალება საპირისპირო ამ ოდისევსის მითის ტელემაქის მითის საპირისპიროდ და ეს არის 64, რომლის საპონეროდაც პრესიადო გაემართა, აღმოჩნდება ჯოჯოხეთი პირველ რიგში, ის რასაც ის ielis ამის საპირისპირო სურათი დახვდება, გარდა ამისა ის ვერ პოულობს თავის საწყის, ანუ მამას ვერ პოულობს და აი ის რომ ეს ადგილსაც ის მიდის ის რომ ეს ადგილი ჯოჯოხეთით არის ხსეული, ეს ყველაფერი ამის მიზეზი არის თავად პედრო პარამო, თავად მისი მამა, რასაც ეძებს, ანუ ის არის აი ამ ჯოჯოხეთის ამ სამყაროს ჯოჯოხეთად ქცევის მიზეზი. ამით ხო არ ამბობს რომ ეს ლათინო ამერიკის დამკვირვებლები ունեն სწორედ სათავე მათი განადგურებისა. გარდა ამისა, ეს შვილის მიერ მამის უარყოფა, ის ნათესაური კავშირის გაწყვეტა მრავალი კუთხით არის წარმოჩენილი, მაგალითად, შვილი უარყოფს მამას, მაგალითად, სუსანა სან-ხუანი უარყოფს მამას, მას არ უყვარს მამა და როდესაც გაიგებს, რომ ის გარდაიცვლება, სუსანას ეცინება, ასევე აბონდიო მარტინესი კლავს მამას, ხუანი მამას ვერ პოულობს და თავად პედრო პარამოც უარყოფს შვილებს. ის ნათესაური კავშირი, ანუ ისტორიასთან კავშირი არის გაწყვეტილი. და თუნდაც აი ეს ინცესტი, დაძმის ინცესტი, მამაშვილის ინცესტი, რასაც განიხილავენ ბართოლომეს და სუსანა სან-ხუანის ურთიერთობას განიხილავენ ასევე ინცესტად, ასევე პარიციდი, მამის მკვლელობა, აი ეს ყველაფერი ნიშნავს მორალური ზღვის დაკარგვას, ქაოსს, ის კი უწესრიგობას და აი ეს უწესრიგო სამყარო არის აღწერილი და ისტორიასთან კავშირის დაკარგვა. ну ეს პარიციდი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ნაწარმოების დასასრულს, იმიტომ რომ ეს არის მამის მიერ შვილის უარყოფის გადაჭარბებული გამოვლენა. ეს არის მამის ძიების მითის რღვევის ფუნდამენტი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ინვერსია ხდება, შემოbrunება ხდება მაძიებლობის მითისა, როდესაც ხუანი მამას ვერ პოულობს და აღმოაჩენს, რომ ეს ადგილი მისი წარსული მხოლოდ ჯოჯოხეთით დასაყრდილია, გარდა ამისა, შვილი კლავს მამას. ეს ასევე შეგვიძლია განვიხილოთ მექსიკის რევოლუციის კონტექსტში, შეგვიძლია განვიხილოთ აბონდიო მარტინესი როგორც აჯანყებული მეამბოხე შვილი, მეამბოხე პერსონაჟი, რომელიც ამბოხდება და კლავს უკვე განადგურებულ სამყაროს. ფუენტესი ამბობს ამ ხუან პრესიადოს მიერ მამიძიებას აკავშირება და ორფეოსის მითთანაც და ორფეოსის მითის ბევრი რამით გავს ეს ამბავი, იმიტომ რომ როდესაც ორფეოსი ჩადის ქვესკნელში თავისი სატრფოს ევრიდიკეს იქიდან გამოსაყვანად, ერთ-ერთი პირობა ის არის, რომ მან უკან არ უნდა მიიხედოს და ისე უნდა გაიყვანოს სამშვიდობოს თავისი სატრფო, მაგრამ შეცდება უკან მიხედავს და თავის სატრფოს ვეღარ გაიყვანს ცოცხალთა სამყაროში. ამ შემთხვევაში მისი ეს ძიება თავისი სატრფოსი ასევე სრულდება მარცხით ხუან პრესიადოს მსგავსად და აი ამ შედეგში პრინციპში ეს ორი პერსონაჟი გავს ერთმანეთს. და რადგანაც ეს ნაწარმოების სამშობლო არის მექსიკა და ზოგადად მექსიკური მითოლოგია უდიდეს როლს თამაშობს, უდიდესი როლი ითამაშა ნაწარმოების შექმნის პროცესში, ასევე შეგვიძლია შევადაროთ ნაუატლის მითოლოგიას, ეს ხუან პრესიადოს მიერ მამის ძიება, ეს არის ეს ნაუატლის მითოლოგიაში კეცალკოატლი იყო უმაღლესი ღვთაება, ფრთოსანი გველი, რომელიც ხასიათდებოდა სიმამაცით და ეს მითი ესეთია, რომ ღმერთები გადაწყვეტენ, რომ ახალი კაცობრიობა შექმნან, იმიტომ რომ ის ხალხი, რომელიც წინაშე არსებობს, მათ სათანადო თაყვანს ვერ ცემენ და ამ ახალი კაცობრიობის შექმნა უნდა მოხდეს გარდაცვლილთა ძვლების მეშვეობით. და ეს ძვლები არის ქვესკნელში, ანუ მიგდალანში. და კეცალკოატლი გამოიჩენს სიმამაცის და ის გადაწყვეტს, რომ თავად წავიდეს და თავად მოიპოვოს ეს გარდაცვლილთა ძვლები, საკუთარი მამის გარდაცვლილთა წინაპართა ძვლები და აქედან წარმოიშოს ახალი კაცობრიობა შეიქმნას ხელახლა. და კეცალკოატლი ჩადის ამ ქვესკნელში, მას მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს და ის ბაზრ ქვებზე მრავალ წინაღობას შეებრძოლება, აქ დაარეჯებს ამ ქვესკნელის დაარეჯებს და სხვადასხვა პერსონაჟია იქ და საბოლოო ჯამში მიდის და მოიპოვებს ამ წინაპართა ძვლებს და აი ამ წინაპართა ძვლებს შეერევა კეცალკოატლის სისხლი და აქედან იბადებიან მექსიკელები, ესეთი მითი არსებობს და მექსიკელი ამბობენ, რომ ჩვენ სიმამაცისგან ვართ შობილნიო. აი კეცალკოატლისგან განსხვავებით ხუან პრესიადოს
მიერ მამისიებას ასევე კრახით სრულდება და ესეც ასევე არის აი მითის შემოbrunებული ვარიანტი, ისე რომ ვთქვათ, კეცალკოატლის განსხვავებით ხუან პრესიადო არ აწინაპართა ძვლებს, ანუ თუ კეცალკოატლი ისტორიაში ბრუნდება და თავის იდენტობას იბრუნებს, ხუან პრესიადო ამის ციკლის პოულობს. ასევე უნდა აღნიშნო აუცილებლად მექსიკური მითებიდან ლა იორონა, ანუ ტრიალაკალის მითი, ეს არის მწუხარე სული და ეს არის აი ამ მწუხარე სულების პროტოტიპი შეგვიძლია აღვიქვათ, იმიტომ რომ ეს არის ქალი, რომელმაც შვილები დაახრჩა მდინარეში და ამის შემდეგ დახეტიალობს მისი მწუხარე სული, უნდა რომ ეს დანაშაული გამოასწოროს, მაგრამ ვეღარ ახერხებს ამ დანაშაულის გამოსწორებას და ყოველთვის მიდის მდინარეებთან, ტბებთან, წყალთან მიდის და თითქოს ცდილობს რომ შვილები ამოიყვანოს ამ წყლიდან, მაგრამ ვერ ახერხებს და ეს არის ერთგვარი მოჩვენება, ქალი, რომელიც ტირის და ეს ტირალა სული დახეტიალობს სხვა ადგილას და აი შეიძლება ესეც რა თქმა უნდა ეს ყოფილიყო რაღაც გარკვეულწილად რაღაცა საწყისი პროტოტიპი აი ამ მოხეტიალე სულებისა, რომელიც პერსონაჟების სახით ხვან რუფამ წარმოგვიდგინა. რომანში საკმაოდ საინტერესოდ არის გამოხატული ხუან პრესიადოს სიკვდილი და ამ ეპიზოდზე უნდა შევაჩერო აუცილებლად ყურადღება. ხუანი როგორც აღნიშნეთ, ამბობს დოროთეას ეუბნება, რომ იგი მოკლეს ჩურჩულებმა და აღწერილია ამბავი, როდესაც გამოდის სახლიდან ძალიან დიდი სიცხეა, ვეღარ უძლებს ამ სიცხეს, გამოდის და მიუხედავად იმისა, რომ კომალაში ძალიან ცხელა, ხუან პრესიადო გრძნობს სიცივეს. ეს სცივა შემდეგ უკვე მას გარს ეხვევიან ის ჩურჩულები და საბოლოო ჯამში ამ ჩურჩულებს უნდა რომ გაექცეს, თავს ვერ აღწევს მათ და საბოლოო ჯამში კვდება და აი მართლაც ესე არის აღწერილი, რომ ხუან პრესიადო ჩურჩულებმა მოკლეს. მაგრამ ამ შემთხვევაში, ანუ თუ კი გავაანალიზებთ ამ ეპიზოდს, ეს სიცივე მიუხედავად იმისა, რომ კომალაში ცხელა და ხუანის რატომ სცივა, ხო? აი ეს სიცივე ზუსტად და ეს სიცივე გამოხატავს მარტოსულობის გრძნობას, სიკვდილის შიშს, იმიტომ რომ ხუანი უკვე იგებს, რომ მას სულებთან აქვს კავშირი, კონტაქტი მას ეშინია ამ სულების და ნელ-ნელა უჩნდება სიკვდილის შიში. ეს ყველაფერი აი ეს სიცივე გამოხატავს მის მარტოსულობას, მის იმედგაცრუებას იმის გამო, რომ ვერ პოულობს თავის საწყის, თავის იდენტობის აღდგენა ვერ ხდება და ეს არის მხოლოდ გარიყულობა, ტირანია და აი ეს არის ჭეშმარიტების აღქმა იმისა, რომ მისი წარსული არის მხოლოდ სიკვდილი, სწორედ ეს ჭეშმარიტება კლავს ხუან პრესიადოს, არა მხოლოდ ჩურჩულები, არამედ თუ კი გავაანალიზებთ, ეს არის ის ჭეშმარიტება, რაც მან გაიგო კომალაში ჩასვლის შემდეგ. ეს ხუან პრესიადოს ჩურჩულები იზიდავენ და გარს ეხვევიან, ეს შეგვიძლია დავაკავშიროთ ოდისეას მე-12 თავთან, როდესაც სირინოზები სიმღერით იხმობენ სხვადასხვა მეზღვაურებს და მათ კლავენ, თუმცა აი ამ შემთხვევაში ოდისეus გააფრთხილებს ცირცე, რომ ფრთხილად იყოს და ოდისეუსი ამ წინააღმდეგობას და ამ გამოწვევას გადალახავს, იმიტომ რომ გაფრთხილებულია და მეზღვაურებს თხოვს, რომ მიაბან იგი და არ გაუშვენ, მაგრამ ამისგან განსხვავებით ხუან პრესიადო ჩურჩულებს მიჰყვება და იგი ამ ჩურჩულებს ეწირება კიდევაც. საბოლოოდ იმას შემოესმება ხმა, შეავედრე ჩვენი თავი უფალს და ამით მიხვდება, რომ ანუ სხვა ადამიანის ლოცვის გაგონებისას აცნობიერებს თავის სიკვდილს. ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ თვითონ ამ სიკვდილს კი არ გაიცის, როდესაც სხვა ადამიანი მისთვის ლოცულობს, აქედან ხვდება, რომ თვითონაც მკვდარია. მაგრამ ეს ხუან პრესიადოს სიკვდილი არ არის აღწერილი როგორც ტრაგედია და მისი მკვლელობით მკითხველს არ უჩნდება არანაირი თქვათ სევდის განცდა. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, რაც ახდენს მაგიურ რეალიზმს, სიკვდილის გაუბრალოება, თხრობილი კდება, მაგრამ მისი დაკარგვა არაფერს არ ცვლის. თხრობა ჩვეულებრივად გრძელდება, მისი იქცევა მოჩვენებად და ხდება ისეთივე, როგორც მანამდე აღწერილი პერსონაჟები იყვნენ. სიკვდილს ამ შემთხვევაში არ აქვს ტრაგიკული დატვირთვა. აი ხუანის სულად ქცევის ფაქტი შეგვიძლია ასევე წარმოვიდგინოთ როგორც ერთგვარი მეტაფიქცია, იმიტომ რომ თავიდან ესე იგი კომალაში არსებული გარემო ეს არის ჯოჯოხეთი, აქ დადიან სულები, შემდეგ ხუანი არის ცოცხალი ადამიანი, რომელიც ჩადის კომალაში და
ამ სულებს ესაუბრებად, მაგრამ შემდეგ იგი ფორმას იცვლის მისი პერსონაჟი და გადადის ცოცხალთა საყრდენ გარდაცვლილთა სამყაროში და გარდაიცვლება და თავად ხდება სული და ეს თუ კი მანამდე ხომ პრესია და სულებს ესაუბრებოდა, ახლა როდესაც იგი კვდება და სულად იქცევა, ის მაინც აგრძელებს, ანუ მისი თხრობა, ის კი მისი საუბარი მაინც ის მის მკითხველს და ამ შემთხვევაში სულად იქცეული ხომ პრესია და ისაუბრება მკითხველს. ამ შემთხვევაში ხუანის სულია და ამის შემდეგ ისე იგი უნდა წარმოვიდგინოთ ისე თქოს ჩვენ ვიკავებთ ხომ პრესიადოს ადგილს და თუ კი მანამდე ის ისაუბრებოდა სულს, უკვე ისიც სულად არის ქცეული და ახლა უკვე მკითხველი, ანუ ჩვენ ვისაუბრებით ხუან პრესიადოს. ამ შემთხვევაში უკვე ზღვარი თითქოს იშლება ციკლსა და სიცოცხლეს შორის და ფიქციასა და რეალობას შორის. სუსანა სანხუარი არის ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელიც სრულიად განსხვავდება დანარჩენი პერსონაჟებისგან, რომელიც ამ ნაწარმოებშია აღწერილი. რომელა თუ არის ჯოჯოხეთი პედრო პარამო თუ არის ამ ჯოჯოხეთის საწესი და შემოქმედი, ამისგან განსხვავებით სუსანა სანხუანი არის სიცოცხლის სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ ის არის უმოქმედო, მიუხედავად იმისა, რომ ის გონებაზე არ არის და წევს ერთ ადგილას და არ იწევა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმას მოაქვს სიცოცხლე კომალაში. როდესაც ის მოდის წვიმა, ასევე წყალთან და სიცოცხლესთან არის დაკავშირებული, აღწერილია მისი ბანაობის ეპიზოდები. ხუსტინა არის მისი ძიძა, მსახური და მას მოაქვს ხოლმე როზმარინის თაიგულები სუსანასთან და ის ასოცირდება ბუნებასთან, მცენარეებთან და ასევე მოდიან ხოლმე ინდიელები, როდესაც სუსანა მოდის მასთან ერთად მოდიან ინდიელები და მათ მოაქვთ ხიარულებას იცინიან ინდიელები და კომალაში შემოდის გარკვეულწილად მხიარულება და სიცოცხლის საწყისი. ამ პერსონაჟები თავადაც აღნიშნავენ, რომ სუსანა სამოთხე გარანტირებული აქვს, ამბობენ, რომ გიჟები მაშინვე სამოთხეში ხვდებიან. სუსანა სანხუანის პერსონაჟი უარყოფს რელიგიას, იგი პატრე რენტერიას ეუბნება, უარს ეუბნება ზიარებაზე, მას არ უნდა, არ ჭირდება ის რელიგია, რომელიც ჭირდება სხვა სულებს, თუმცა ეს რელიგია შვებას ვერ აძლევს ამოხეტიალე სულებს, ვერ სთავაზობს გამოსავალს, მაგრამ სუსანას არც ჭირდება ეს გამოსავალი, იმიტომ რომ იგი ისედაც ხვდება სამოთხეში. როდესაც იგი გარდაიცვლება, პედრო პარამო წუხს ამასთან დაკავშირებით დაუნდა რომ იგლოვოს კომალამ, მაგრამ ამის აპირისპიროდ კომალაში გამართავენ დღესასწაულს, ეიმობილემ ამბავს და აი ზუსტად ეს დღესასწაულია, როდესაც აბუნდია მარტინესი დაყრდნდება. მას უყვარს ფლორენსიო, მასზე ოცნებობს, უნდა რომ მასთან ჰქონდეს ფიზიკური კავშირი, თუმცა ეს არ აქვს, ღმერთს აკოტრობს კიდევაც ამის გამო, რომ ეს ფლორენსიო საბოლოო ჯამში გარდაიცვლება და ვერ ახერხებს სუსანა მასთან ერთად ყოფნას. პედრო პარამოს უყვარს სუსანა, მას უნდა რომ სუსანას დაეხმაროს და აღწერილია კიდევაც, რომ ეს ფიზიკური ტკივილები რომ ყოფილიყო, მაინც შეიძლება დახმარებას, მაგრამ სუსანა გონებიდან არის შეცდილი და ამიტომაც პედრო პარამო მას სევდით უყურებს და არაფერის იგი ვერ შველის თავის აყოლალ ქალს. ასევე სუსანას საბოლოო ჯამში ცოლეთში ერთავს, გადმოყავს თავის სახლში ერთად, ანუ მის თავის სახლში აცხოვრებს. ყველაზე ახლოს არის სუსანა პედრო პარამოსთან, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც კომალაში ცხოვრობენ, რომლებსაც უყვართ პედრო პარამო, რომლებსაც უნდათ მასთან ურთიერთობა, მაგრამ სუსანა სანხუანი მიუხედავად იმისა, რომ პედრო პარამოს სახლში ცხოვრობს, ყველაზე შორს არის პედრო პარამოსგან, იმიტომ რომ ისინი სულიერად არიან ორი საწინააღმდეგო პერსონაჟი, ორი საწინააღმდეგო არსება, რომელიც ერთი გამოხატავს სიცოცხლეს, მეორე ჯოჯოხეთს, ისინი ვერ ხედავენ ერთმანეთს. სუსანას უნდა სიცოცხლე, ბუნება, მას აქვს სექსუალური ელტობა თავის საყვარელი ადამიანის მიმართ, პედრო პარამოს და კომალას მაცხოვრებლებს კი უნდათ უბრალოდ ანუ რელიგიის იმედად არიან, ისინი არიან მოხეტიალე სულები და მათ უნდათ რომ რელიგია მისცეს იმის საშუალება, რომ დაიმკვიდრონ სასუფეველი. აი ეს პედრო პარამო და სუსანა არიან შეუთავსებელი პერსონაჟები და სწორედ ამიტომაც გამორიცხულია ერთად ყოფნა. საინტერესოა შახტაში ჩასვლის ეპიზოდი და ეს ეპიზოდი ყველაზე რთულ ეპიზოდად არის მიჩნეული და ამის განმარტება სხვადასხვაგვარია. მაგალითად როდესაც მამამისი ეუბნება სუსანას, რომ საერთოდ განიხილება, რომ ბართოლომე სანხუანის და სუსანა სანხუანის ურთიერთობა არის ინცესტი. ბართოლომეს არ უნდა რომ პედრო პარამო ჰქონდეს ურთიერთობა მის შვილთან, იმიტომ რომ იცის რომ ბოროტი კაცია და განიხილება, რომ თითქოს მას როგორც ქალი ისე უყვარს თავისი შვილი სუსანა. და საინტერესო ეს მაღაროში ჩასვლის ეპიზოდი, როდესაც სუსანას სთხოვს მამა რომ ჩავიდეს და იქ უნდა იპოვოს ოქრო, მაგრამ ოქროს ნაცვლად სუსანა პოულობს თავის ქალას, ეშინია მას და კარგავს გონებას.
ერთ-ერთი ვერსიით ეს შეიძლება დავაკავშიროთ კეთილმოწყობის მიერ ქვესკნელში ჩასვლასთან, როდესაც ის ჩადის, ან ეს ოქროს ძიების მცდელობა ეს არის ასევე როგორც ხუანპრესიადო ეძებს პედრო პარამოსის შეიძლება იყოს წარსულთან კავშირის აღქმის მცდელობა, მაგრამ ესეც მარცხით სრულდება როგორც ხუანპრესიადოს შემთხვევაში. ამის ნაცვლად ის სუსანეთს ნახულობს ჯოჯოხეთს და თავის რაც არის რასაც გამოხატავს თავის ქალა და ეს შეიძლება იყოს სიკვდილის მომასწავლებელი ნიშანი. ასევე თუ ამას განვიხილავთ როგორც ინცესტის კონტექსტში, ეს ნიშნავს იმას, რომ სუსანა იმის დაცვლად, რომ მან იმედი იპოვოს და ის ოქრო იპოვოს, რომ ის პოვნასაც მამამისი ავალებს, პოვლებს მხოლოდ და მხოლოდ თავის ქალას, ანუ მას ის საყრდენი და ის იმედი, რომელიც მისთვის მამა უნდა ყოფილიყო, ფერქვი შეცლება და აი ეს ამას გამოხატავს უბრალოდ ეს ეპიზოდი, რომ მას ეს ილუზიები უქრება და მისი იმედი მამა, რაც ვინც უნდა იყოს მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და იმედი, ეს იგი მამამისი მას იმედებს უცრუებს. და აი ეს ამ ეპიზოდს სუსანა მაშინ იხსენებს, როდესაც მამის სიკვდილს გაიგებს და მამის სიკვდილს სიცილით ხვდება. ასევე ეს ეპიზოდი ასევე ავითარებს მამის ორგვარ გაგებას. პირველი შეიძლება იყოს ტირანის, ანუ როგორც ვთქვათ, პედრო პარამო არის ტირანი კომალას, შეგვიძლია ეს ბართოლომეც სუსანასთვის ტირანი წარმოვიდგინოთ და მისი ბრძანება ვერ სრულდება, იმიტომ რომ მისი მიერ ოქროს მოპოვის ბრძანება ვერ სრულდება და კახეთ მთავრდება. და ასევე ეს თავის ქალა ისეთივე მოუხელთებელია, როგორც ისეთივე მსხვერპლია, როგორც ჩურჩულები, რომლებიც ხელმოუწვდომელია. საწყისის პოვნა ვერ ხდება, მაგრამ რომც იპოვო, ან სუსანამ, ან თქვათ ხუანპრესიადო, რომც იპოვონ ეს მათი საწყისი, ერთი შემთხვევაში ეს არის თავის ქალა, რომელსაც ხელს რომ მოკიდებს შეიძლება ხელში ჩაგემსხვრეს და მეორე მხრივ ეს არის პედრო პარამა, რომელიც საბოლოოდ ქვების გროვად იქცევა. უშედეგო ძიება რამოდენიმე მიმართულებით არის გამოხატული. პირველი და ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ხუანპრესიადო პედრო პარამოს ვერ პოულობს. მეორე ის არის სუსანა ოქროს ვერ პოულობს. ასევე დოროთეას უნდა რომ შვილი ყავდეს და მას ეს შვილი არ ყავს. და ასევე პედრო პარამოს ხაზითაც შეგვიძლია განვიხილოთ ეს მაძიებლობის თემა. მას უნდა რომ სიყვარული მოიპოვოს, ის ეძიებს სუსანას ახვალის სიყვარულს, მაგრამ ვერ პოულობს საბოლოო ჯამში. ასე რომ ეს არის ეს დამთავრებელი ძიებები მიგვანიშნებს იმ შინაგან წინააღმდეგობებზე, რომლებიც თანდაყოლილია იმ სოციალურ სტრუქტურაში, რომელსაც პედრო პარამო წარმოადგენს. ის არის დესპოტი მამა, კასიკი, რომელიც აბსოლუტური ძალაუფლებით ანადგურებს თავად თავის მშობლიურ სახლს და ასევე თავის შვილებსაც. რაც შეეხება ამ მწუხარე სულებს, რომლებიც ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები არიან, კომანდად დასახლებულია მწუხარე სულებით. თითოეულ ამ პერსონაჟს აქვს თავისი ცოდვა, რის გამოც წუხს და უნდა რომ ვინმე მისთვის ილოცოს, რათა მას დაეხმაროს ცხონებაში. მაგალითად ედვიხის დიადის ცოდვა არის თვითმკვლელობა და თავის დის ცოდვა არის აბსოლუტური სიყვარული და ასე შემდეგ. ყველას აქვს თავისი ცოდვა და ამ ცოდვის გამო უნდათ რომ ილოცოთ, უნდათ რომ მოხვდნენ ან სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში, მაგრამ ვერ ხვდებიან ვერც იქით და ვერც აქეთ, ისინი დაბრიალობენ ამ კომალაში, იმის მომდენთ რომ ვინმე მათ დაეხმარება სასუფეველის დამკვიდრებაში. გარდა იმისა, რომ ცდილობენ რომ ვიღაცა მათ დაეხმაროს, ერთმანეთის სულის ცხონებასაც სთხოვენ ისინი მაგალითად პადრე რენტერიას, იმიტომ რომ მარიას თხოვს ედვიხის სულის ცხონებას, პედრო პარამო თხოვს მიგელისეს და ასე შემდეგ ერთმანეთის სულის ცხონებაზე ზრუნავენ, მაგრამ ესეც უშედეგოა. მიწა და ტალახად ქცევა, რაც პრინციპში ხასიათდება კომალა, ის არის სიკვდილი, რა თქმა უნდა და ჯოჯოხეთი. ხუანპრესიადოს კომალაში გამგზავრება შეიძლება გაგვახსენოს დანტეს მოგზაურობა ჯოჯოხეთში და ვერგილიუსის როლს ამ შემთხვევაში ასრულებს ამონდიო მარტინესი, რომელიც წინ უძღვის მას ჯოჯოხეთში და აი ეს ხმაური, რაც ხუანს ესმის კომალაში ის კაცუნის სევდიანი ხმები და ტანჯული ხმები, ეს გვახსენებს ღვთაებრივი კომედიის მესამე ქებას, სადაც აღწერილია ხმაური და ის სულები, რომლებიც არც იქით არიან და არც ქების ღირსნი არიან და არც გინების ღირსი არ გახდნენო. ესე აღწერს დანტე. ის ვინც მხოლოდ თავის თავზე ზრუნავდა, ასეც თავი დაიცვა მათგან და ჯოჯოხეთმაც არ მიიღო
და როგორც ანტი ამბობს, ეს არარაობას ბოროტებამ შეხედა ზიზღით. ანუ ეს სულები არიან გაჭედილი სულები, რომლებიც არც ვერც სამოთხეში ხვდებიან და ვერც ჯუჯუხეთში და ყველაზე მეტად ეს ასეთი სულები იტანჯებიან და სწორედ ესეთი სულები, მსგავსი პერსონაჟები ყავს პედრო პარამოში, კომალაში, რომლებიც ვერც ჯუჯუხეთში ხვდებიან და ვერც სამოთხეში. ეს არის გამოვალი მდგომარეობა, გაურკვევლობა, რაც სულებს არ აძლევს დამშვიდების საშუალებას. ასევე კომალა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სალხინებლის მეტაფორა, იმიტომ რომ სალხინებელი დანტეში ეს არის განწმენდის, ესე იგი გზა განსაწმენდლამდე, სანამ სულები განწმინდებიან, სადაც მოინანიებენ, ამის შემდეგ უკვე სალხინებლის შემდეგ ისინი იმკვიდრებენ სასუფეველს და ხვდებიან სამოთხეში. მაგრამ აი ედუვიხის ეს შეგვიძლია განვიხილოთ კომალა როგორც სალხინებელი, უფრო კონკრეტულად კი ედუვიხის დია და სახლი, რომელშიც შედის ეს პირველად ხუან პრესიადო და იქ ხვდება ეს სულები, თქვათ მრავალი სული დადის ამ ედუვიხის დია და სახლში, მაგრამ ამ საპირისპიროდ დანტეს ღვთაებრივი კომედიის ამ ადგილიდან თუნდაც ედუვიხის დია და სახლიდან კომედიდან სულები ვერ გადიან, ვერ ინანიებენ საკუთარ ცოდვებს. ეს არის აქ სულები ვერ ცხონდებიან და პირიქით ისინი ისევ აგრძელებენ აი ამ ხეტიალს და ის კითხოვნას სხვა სულებისთვის, რომ როგორმე მათ დაეხმარონ. აი ეს ეს გაჭედილობის თემა ძალიან კარგად არის გამოხატული ამ ნაწარმოებში, ხო რომ ამბობდა რომ მე ვარ იმ რეგიონიდან, სადაც ესპანური დაპყრობაც ყველაზე სასტიკი იყო, ეს კი გაანადგურეს ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობდა და ხო როგორც აღნიშნავს ესპანეთთან ჩვენ დაგვიტოვა ნახევრად ქრისტიანობის და ნახევრად სხვა რელიგიას შორის, ისე როგორც დაგვიტოვა რეგიონში ნახევრად კულტურაში, ნახევრად ადამიანი არ კვდება საუბოლოდ, ის აგრძელებს ხეტიალს, ადამიანის სული მიდის ქვესკნელში, მაგრამ მისთვის ჯუჯუხეთში ყოფნა უკეთესია სხვა ცხოვრებაში, ვიდრე ჯუჯუხეთში ყოფნა ამ ცხოვრებაში. ამბობდა ხუან რულფო და აი ამით, აი სულების გაჭედილობის აღწერით იგი მეტაფორულად გამოხატავს ლათინოამერიკული ხალხის მდგომარეობას, რომლებიც არც იქით იყვნენ და არც თქვათ კონკისტადორების შეერინეს საბოლოო ჯამში და ვერც თავიანთი იდენტობა ვერ შეინარჩუნეს. ისინი არიან აი ამ გაჭედილობის მდგომარეობაში, ვერც იქით მინიან და ვერც აქეთ. ხუან რულფო აღწერდა თავის ნაწარმოებებს, როგორც გაუქმების სავარჯიშოს, იგი აღწერდა, რომ ეს არის მკვდარი ხალხის ხელახლა გაცოცხლების სურვილი და აი მხოლოდ გარდაცვლილთა სულების მიერ ნაჩურჩულებით შეგვიძლია აღვადგინოთ ის წარსული ამ ხალხის, ამ დაპყრობილი ხალხის იდენტობა, მათი წარსული და მათ თავს განამხდარი ამბები. ეს არის სიკვდილის და გაუკაცრიელების აღწერა, და აი ამ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ენიჭება თავად კასიკს, მხოლოდ მას. ეს არის იმ ხალხის ამბავი, რომლებიც გაგდებული იყო ფაქტების სამყაროდან, ისინი ისეთი საწყლები არიან, ეს სულები ისეთი სევდიანები არიან, რომ იმის უფლებაც კი არ აქვს, რომ მათ თავს რამე გადახდეს, მათ რომ რაღაც გადახდეს თავზე, ისინი უნდა გავიდნენ აი ამ ფაქტების სამყაროში უნდა შევიდნენ, მაგრამ ვერ შედნენ. ეს არის დაწყებული ხალხის ამბავი, რომელსაც არ აქვს ისტორია და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობენ, რომ საკუთარი ისტორია იპოვონ, საკუთარი საწყისი იპოვონ და იდენტობა აღადგინონ, ამას ისინი ვერ ახერხებენ. ისინი არიან მოგლეჯილი არიან საკუთარ წარსულს, ისტორიის მდინარეებიდან ჩამოშორებული ადამიანები არიან. ისინი თავს დანაშაულად გრძნობენ, ეს არის ქვეყნის ისტორიაში ჩართვის შეუძლებლობა, ისტორიიდან გაყენებულება, გარიცხულობა და გაგდებულება. ეს სულები, რომლებიც სიცხლიდან გაგდებულნი არიან, ეს არის ლათინოამერიკელი ხალხი, რომელიც თავის ტერიტორიიდან იყო გაგდებული და უკვე იმათთვის რთულია იდენტობის აღდგენა. და აი ეს არის ეს ჩურჩული არის ერთგვარი ფორმა, რომლის საშუალებითაც ხუან რულფო ამ თავის პერსონაჟებს ალაპარაკებს. ეს არის დადუმებულებს, ამ სულებს ის აძლევს საუბრის საშუალებას და
გადმოსცემს იმ ამბებს, რაც იმ თქვათ წარსულის ამბებს, რაც ამა თუ იმ პერსონაჟს გადახდა თავს. ასევე ოქტავიო პასი მარტოვის ლაბირინთებში წერდა ობლობაზე, ამბობდა, რომ მექსიკის კულტურა არის ობოლი კულტურა, რომ კათოლიკური ეკლესია ამოძირკვა მათი წარსული და აზტეკების ცივილიზაცია და მექსიკის უმრავლესობა წარსულის გარეშე იბადება. წარსული, თუმცა ამ შემთხვევაში ხმაურობ გვთავაზობს წარსულს, რომელიც უკვე გამქრალია, ეს არის კომალა, რომელიც წარსულში იყო 64 და წაშალის, ანუ ახლა უკვე არის ახლა უკვე ჯიჯიხეთად აქცეული და ეს არის აწმყო, რომელიც უკვე აწმყო, რომელიც არის ჯიჯიხეთად ქცეული 64. ხომ პრესიად არის ის გმირი, რომელიც უნდა დაეხმაროს ამ სულებს, თუმცა ის ვერ ეხმარება მათ, პირიქით ეშინია მათი და საბოლოო ჯამში თავადაც ხდება ასეთი სული, როგორც სხვა დანარჩენები არიან. ეს არის ეთიკური პასუხისმგებლობა, გამოხატული ამ გმირის საშუალებით, რას აკეთებს სხვა მათ დასახმარებლად, მაგალითად ჩვენ რას ვაკეთებთ ასეთი ხალხის დასახმარებლად, თუ ჩვენ ვიმოქმედეთ და რამეს გავაკეთებთ მათთვის, შეიძლება რაღაც შეიცვალოს, მაგრამ თუ მოქმედად ვიქნებით, ჩვენ ზუსტად ისეთები გავხდებით, როგორც ეს დავიწყებული სულები არიან. ასევე კიდევ ერთი თემა, რომელიც შეგვიძლია დავინახოთ ამ ნაწარმოებში, ეს არის სიკვდილის არარსებობა, რაც შეიძლება იყოს ასევე გოლგოთა და ტანჯვა, იმიტომ რომ ვთქვათ, სულებს რაც უნდათ ამ კომალაში მოხატულილ სულებს, ეს არის სიკვდილის სურვილი, ნამდვილად რომ მოგვწდნენ და გარდაიცვალონ საბოლოო ჯამში და აღარ იყვნენ აი ამ სიცოცხლეს და სიკვდილს შორის გაჭედილები. ამ მათთვის უკვე სიკვდილი არის შვება, დალოცვა და ანუ ის რომ ბოლოს და ბოლოს მოგვწდნენ და მოისვენონ. ამ მხრივ ხმაურობ გამოხატავს თემას, რომ ყველაფერი სამუდამო არის უკვე უაზრო, აზრი ეკარგება ყველაფერს და ეს ხდება ტანჯველი. მაგალითად შეგვიძლია შევადაროთ ბორხესის ერთ-ერთ მოთხრობას, როდესაც გმირი მიდის უკვდავის მდინარეში, მას უხარია, მაგრამ როდესაც იგი უკვდავი ხდება და აღარ კვდება, უკვე იწყებს მეორე მდინარის ძიებას, რომელიც არის სიკვდილის მდინარე. ამ შემთხვევაში ეს არის უსასრულო სიკვდილის მეტაფორა, რაც უფრო მეტად მტანჯველი ხდება, ვიდრე თავად სიკვდილი. საბოლოო ჯამში ეს არის უაღრესად საინტერესო და რა თქმა უნდა რთული ნაწარმოები გასააზრებლად, მაგრამ სწორედ ეს ანიჭებს მას უდიდეს ლიტერატურულ ღირებულებას და მითითებს იგი ძალიან მნიშვნელოვან ადგილს ლათინოამერიკულ ლიტერატურაში. საბოლოო ჯამში ეს არის ნაწარმოები ლათინოამერიკელ ხალხზე, რომელიც დაიპყრეს, რომელიც გაანადგურეს, მათ დაკარგეს საკუთარი იდენტობა და უკვე შეუძლებელია ამ საწყისებთან დაბრუნება. ეს ძიებები, დაუმსრულებელი ძიებები ან მარცხნივ ძიებები, სწორედ ამას მიგვანიშნებს, რომ წარსულის კი ბატონო არის სურვილი რომ წარსულის ძიებისა, მაგრამ წარსულის ძიება ყოველთვის მარცხით მთავრდება. ახალი სიცხე აღარ არის, ის 64 რაც იყო ლათინოამერიკა, ის ამ შემთხვევაში ერის მოტეფორაც არის კომალა, ახლა უკვე ჯიჯიხეთად არის ქცეული. თუ რამ განაპირობა ის, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ეს არის პედრო პარამო, ეს არის კასიკი, ეს არის დიქტატორი, რომელიც ანადგურებს ამ ხალხს, სიკვდილს შვებს და თავადაც კვდება და თავადაც იქცევა აი ამ ქვების გროვად და თავადაც იქცევა ამ ის კი ჯიჯიხეთის ნაწილი ხდება, მაგრამ მეორე თვალსაზრისით იმაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ აი ეს მოხეტიალე სულები, ეს პერსონაჟები, რომლებითაც დასახლებულია კომალა, არ არიან არ მოქმედებენ, ისინი არ დგავენ შესაბამის დაბიჯებს იმისთვის, რომ აი ეს დაპყრობა, ეს მათი ჩაგვრა თავიდან იქნა საცილებული და ისე კი მდინარის დინებას მიყვებიან, ისე რომ წინააღმდეგობას არ უწევენ აი ამ დიქტატორს, ასე რომ ეს ხალხი როლფო სავარაუდოდ აი ამ თავისი პერსონაჟების აღწერით იმას გვეუბნება, რომ უნდა ვიმოქმედოთ და არ უნდა მივცეთ პედრო პარამოს მსგავს დამპყრობელს, რომ მან თავისი ძალაუფლება გაავრცელოს ჩვენზე და ჩვენ უნდა გადავდგათ შემოქმედებითი ნაბიჯები, უნდა კარგად გავიაზროთ ჩვენი წარსული, ჩვენი არსებობა, ჩვენი იდენტობა. აი ეს იდენტობის პრობლემები სწორედ ამაზე მიუთითებს, ჩვენ უნდა გქონდეს კარგად გააზრებული ჩვენი იდენტობა და უნდა შევეწინააღმდეგოთ, უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის სწორედ რომ ჩვენც არ გავხდეთ აი სწორედ აი ამ მოხეტიალე სულების მსგავსი სული, როგორც გახდა ხუან პრესია.